მოგესალმებით. Ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ღვინის სამშობლოა, ხოლო ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი გახლავთ. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მევენახეობა მეღვინეობის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი და 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. შარშან საქართველოს ღვინის ექსპორტიდან 259 მილიონი დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო, რაცა 2012 წელს შემოსავალი მხოლოდ 71,9 მილიონ დოლარს შეადგენდა. 35 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა ვენახების შემოსავალი. ყურძნის წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია და 300,000 ტონას შეადგენს. საქართველოს მთავრობა წელსაც ახორციელებს დარგის სუბსიდირებას, რათა 20,000-ზე მეტმა მევენახემ მოსავლის დროულად რეალიზება შეძლოს. დღევანდელი მდგომარეობით უკვე გადამუშავებულია 80,000 ტონა ყურძენი. წელს რეკორდულია საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალიც, ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარება და უკვე გადამუშავებულია 35,000 ტონა ყურძენი. თუმცა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე გახდა საჭირო მოსავალი მაქსიმალურად სწრაფად დაბინავდეს, რათა ყურძენი არ გაფუჭდეს და მისი გადამუშავება დროულად მოხდეს. აქედან გამომდინარე ყოველდღურად მზარდია ყურძნის ჩაბარებაზე მოთხოვნა მევენახეების მხრიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს 10-მდე ლოკაციაზე ლარ-ნახევრად ჩაიბარებს. ამასთან მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარ-ნახევარზე ნაკლებ ფასად აქვს ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარ-ნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის. მადლობა მინდა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ ჩამუგიას, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს ამ გადაწყვეტილების ხარდაჭერისთვის. საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და კონკრეტულად მევენახეობა მეღვინეობის ხარდაჭერას, რადგან ძლიერი სოფლის მეურნეობა ძლიერ გლეხს, ძლიერ ფერმერს და ძლიერ სოფლს ნიშნავს. დიდი მადლობა, ვიდრე კითხვა-პასუხზე გადავალთ, ასევე მინდა გარკვეული მონაცემები გაგაცნოთ, რაც უკავშირდება მევენახეობას, მეღვინეობას. ჩვენი ოპონენტების მხრიდან ვრცელდება ყალბი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ყურძენზე ფასი მათი რეჟიმის პირობებში იყო უფრო მაღალი. რაც შეეხება რეალურ სურათს და რეალურ მონაცემებს, მათი რეჟიმის პირობებში რა ვიღოთ 2008-2011 წლის მონაცემები, რქაწითელზე ყურძნის ფასი არ აღემატებოდა 65 თეთრს, მერყეობდა 55 თეთრიდან 65 თეთრამდე, ანუ ტყუილია, რასაც ისინი ამბობენ. რაც შეეხება საფერავის ჯიშის ყურძენს, მათი რეჟიმის პირობებში ფასი მერყეობდა 65 თეთრიდან 75 თეთრამდე. რაც მოძრაობის პოლიტიკოსები, სოციმედიაში არის ასევე ვიდეორგოლები, რომლებიც ვრცელდება, ისინი ამტკიცებენ, რომ თითქოს მათი რეჟიმის პირობებში საფერავზე ფასი იყო მაგალითად ლარი და 80, რაც არის ისეთივე ტყუილი, როგორი ტყუილებიც არის მათგან აბსოლუტურად ჩვეული მოვლენა. ლარს შეადგენდა 2012 წელს მხოლოდ ფასი, იმ პირობებში, როდესაც პირადად ბატონმა ბიძინავიანიშვილმა განახორციელა ყურძნის სუბსიდირება. ყველა სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რქაწითელზე მაქსიმალური ფასი მათ ჰქონდათ 65 თეთრი, ხოლო საფერავზე 75 თეთრი. რაც შეეხება შემდგომ წლებს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში იყო რეალურად რამდენიმე წელი, როდესაც საფერავზე ფასი შეადგინდა ლარი და 80, ან ზოგ შემთხვევაში 2 ლარზე მეტსაც კი, თუმცა ეს ფასი განისაზღვრებოდა საბაზრო ურთიერთობების შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსავალი იყო ნაკლები, მოთხოვნა მიწოდების ამბავია, ეკონომიკაში ფასი იზრდებოდა, როდესაც მოსავალი იზრდებოდა, რა თქმა უნდა, ეს განაპირობებდა ფასის შემცირებას. როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სუბსიდირების თაობაზე, ლარ-ნახევრად განისაზღვრება საფერავზე ფასი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კახელი გლეხებისთვის, რომლებიც ახლა არიან რთველის პერიოდში და მათი ინტერესია, რა თქმა უნდა, მოსავლის დროულად დაბინავება. დიდი მადლობა.
თმა კაბუაძე ტელეკომპანია იმედი პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით მექნება რამდენიმე კითხვა და თქვენ ნებართ დამოუწურავ ამ კითხვებს. პირველ რიგში დავიწყებ საარჩევნო კამპანიით, რომელიც უფრო აქტიური ხდება ქვეყანაში და ამავდროულად უფრო ხშირად თქვენი ოპონენტები მივლინებით მიდიან პოლიტიკურ დღის წესრიგით სხვა ქვეყნებში. გუშინ პირველმა კანონმდებელმა თქვა, რომ მათ ისინი აწარმოებენ ქვეყნის გარეთ საარჩევნო კამპანიასო, მორიგი ასეთი გამგზავრება ოპოზიციონერი ლიდერების წუხელ მოხდა. აი თქვენი აზრით, როცა ძალიან ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე, აი მსგავსი მივლინებები თქვენი ოპონენტების თქვენთვის რისი მთქმელია? რეალურად თავრობის ოპონენტების დღის წესრიგი არის სწორედ ასეთი, მათ არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე. და როგორც აბსოლუტურად სწორად აღინიშნა, ისინი სინამდვილეში კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის გარეთ. რაც რა თქმა უნდა, დამატებით ხელს შეუწყობს მათ წარუმატებლობას ამ არჩევნებზე, როცა გაქვს არჩევნები, უნდა ელაპარაკოს საკუთარ ხალხს და არა უცხოელ მფარველებს. ეს არის აქსიომა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი არჩევნებისთვის. თუმცა მათ არაფერი აქვთ რეალურად სათქმელი, დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ. თუ არ ჩავთვლით აბსოლუტურ სიყალბეს, რაც ვრცელდება ხოლმე, მაგალითად 14 მილიარდი დოლარი, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი. ხო არცად არ არსებობს ეს 14 მილიარდი, ჩვეულებრივი ტყუილის თქმა გადაწყვეტეს და დადეს ეს ტყუილი მაგიდასე. უბრალოდ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, თუმცა საზოგადოება იმდენად გამოცდილია, რომ რა თქმა უნდა, ასეთ ტყუილებს არ იყიდეს. აი ამ თემას გავაგრძელებ და საარჩევნო კამპანიას თან ახლავს სწორედ დაპირებები და თქვენი ოპონენტების ერთ-ერთი მთავარი დაპირება არის ზუსტად 14 მილიარდი მათი გამარჯვების შემთხვევაში და ასევე გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, როგორც მათგან გვესმის. არაერთი მცდელობის მიუხედავად კონკრეტი კონკრეტიკა ვერ მოვისმინეთ, საიდან მოვა ეს 14 მილიარდი, ვინ მოგცემს ამ თანხას და რა გარანტიებით იძლევენ ამ დაპირებებს. აი თქვენ კიდევ ერთხელ რომ გვითხრათ, რასთან შეიძლება კონდეს საქმე, როცა ამ ტიპის დაპირებებს ვისმენთ. თუ ეს 14 მილიარდი მართლა არსად არ არსებობს, რეალურად თუ ავიღებთ ჩვენი ზომის ეკონომიკის კუთხით ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ქვეყანას, დაახლოებით 500 მილიონ დოლარამდე შეადგენს ყოველწლიური მხარდაჭერა. 500 მილიონ დოლარამდე, ანუ ჩვენი ზომის ეკონომიკის ქვეყნებს თუ ავიღებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. 14 მილიარდი დოლარი არ არსებობს არსად. ასეთი დახმარება არავის არ მიუღია, ასეთი მხარდაჭერა არავის არ მიუღია. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ. თავიდან ავრცელებდნენ კიდევ ერთ ტყუილ დაპირებას 500 евро პენსია, რაც იყო ასევე ჩვეულებრივი ტყუილი და თვითონ იმდენად უხეში ტყუილი იყო, რომ თვითონვე წაიღეს უკან ეს დაპირება რამდენიმე დღეში, ხო? ან პენსიის ზრდა არის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდაზე და ვინც ოდნავ ერკვევა ეკონომიკაში, შეიძლება დაბიჯითებით დაგვეთანხმოს იმაში, რომ 500 евро პენსია არის ჩვეულებრივი ტყუილი, რასაც ისინი აწვდიდნენ საზოგადოებას. ასეთი ტყუილებით კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ადამიანები ფონს ვერ გავლენ. ჩვენ ვიქნებით ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებზე, რომელიც შესთავაზებს საზოგადოებას ერთდროულად თან ამბიციურ და თან განხორციელებად დაპირებებს და გეგმებს. და ამას იხილავს საზოგადოება 1 ოქტომბერს, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ძალა წარადგენს საარჩევნო პროგრამას. ბატონო, სენატში გამართულ ხდომასთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, მოვისმინეთ ეკაგიგაურის გამოსვლა, კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ბევრი კრიტიკა ასევე გამჭრალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რა იყო მიზანი ამ გამოსვლის და მათ შორის იმის, რომ ქართული ხალხის სახელით ესაუბრა ეკაგიგაურს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამის გაგრძელება ის, რომ მოვისმინეთ ასევე სენატორი რიშისგან შეურაცხყოფელი განცხადებებიც, მათ შორის ისეთი, რომ მან თქვა, რომ ოქტომბერში ხალხს შესაძლებლობა ექნება გაყაროს მოქმედი ხელისუფლება. რას ემსახურება, რა მიზნები აქვს ქართულ-ამერიკულ აი ამ ტიპის გზავნილებს? ხო, რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან. მე მგონი ეს მართალია. ჩვენი დაპირებაც ეს არის. ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა მისი ტერმინი რო თქვა, ვიგინდარა ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ჩვენი დაპირებაც. აჩხება ეკაგიგაურს, ეს იყო მორიგი, ასე ვთქვათ, ლუსტრაცია, ეს იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში. ერთადერთი ახალი რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან არის ის, რომ ეკაგიგაურს წესერი ინგლისურიც კი არ ცოდნია.
და ბოლო შეკითხვა მექნება მსოფლიო ბანკის შეფასებით 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებელს 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. Რამდენად მნიშვნელოვანია მათ შორის სტატისტიკა და ის რომ ბრძოლა სიღარიბესთან გრძელდება. სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. მე ვიტყოდი ორიდან ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, ერთი არის ერთდროული მთლიანობის აღდგენა და მეორე არის სიღარიბის განულება. როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, სიღარიბის მაჩვენებელი შეადგენდა 30%. ეს ნიშნავს იმას, რომ 1,100,000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. უკვე შარშანდელი მონაცემებით სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 11,8% ჩვენი თანამოქალაქეების, რაც ნიშნავს იმას, რომ 440,000 არის მაჩვენებელი, ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ 680,000 ადამიანმა 2012 წლიდან დღემდე დაძლია სიღარიბე. თუმცა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელიც ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. 440,000 ჩვენი თანამოქალაქე, როცა ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუმცა უკვე წელს ველოდებით ჩვენ სიღარიბის მაჩვენებლის სერიოზულ კლებას. იმედი გვაქვს, რომ უკვე ამ წლის ბოლოს ერთნიშნამდე შემცირდება სიღარიბის მაჩვენებელი და რა თქმა უნდა, ამ ტემპით უნდა გავაგრძელოთ. როდესაც საუბარია ეკონომიკურ ზრდაზე, სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, სწორედ ამას მოაქვს, რა თქმა უნდა, სიღარიბის შემცირება, უმუშევრობის შემცირება, დასაქმების ზრდა და ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტემპები. მთავარია ეს ტემპები შევინარჩუნოთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ 2030 წლისთვის უკვე შევძლებთ როგორც უმუშევრობის მიმართულებით მონაცემების განულებას, ასევე სიღარიბის მიმართულებით მონაცემების განულებას. ეს არის აბსოლუტურად რეალური. 2028 წლისთვის ეს მონაცემები უკვე მინიმუმამდე დავა და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება. მოგესალმებით, დავუბრუნდები წინა თემას, როდესაც საუბრობდით ეკა გიგაურის გაკეთებულ განცხადებებზე, ასევე ბატონ რიშის განცხადებაზე. მე მაინტერესებს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ გამოსვლებმა, ამ განცხადებებმა, ასე ვთქვათ, არჩევნების შეფასებებზე შემდგომში უკვე და რამე გავლენა შეიძლება თუ არა კონდეს უკვე შედეგებზეც არჩევნების. მიზანი ეს არის, მიზანი არის ის, რომ ასეთმა აქტებმა რაღაც გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისათვის, რომ ასეთ აქტებზე არ ააგოს საკუთარი საარჩევნო გადაწყვეტილება. რეალურად ვერც ერთი ასეთი განხილვა, ვერც ერთი ასეთი აქტი ვერ მოახდენს გავლენას ქართული საზოგადოების არჩევანზე. ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აგვირდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი. თქვენ გახსოვთ, იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება. დღეს ეს ვითარება აღარ არის. დღეს ქართული საზოგადოება უყურებს იმას, თუ რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში. ვუსმენდით ირაკლი კობახიძეს. ეკა გიგაური საქართველოს წინააღმდეგ